რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ოჯახის წევრებმა უჩა ქემაშვილი დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში აღმოაჩინეს. ქემაშვილი არის ის ახალგაზრდა, რომელიც პროევროპული აქციების მიმდინარეობის დროს კახეთიდან სისტემატიურად ჩამოდიოდა და აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ხილს და პროდუქტებს ურიგებდა. ასე მოხდა გუშინაც, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ შეკრებაზე უჩა ქემაშვილი ჩამოვიდა და აქციის მონაწილეებს დაურიგა ალუჩა. სწორედ ამის შემდეგ ქემაშვილი იყო საპროტესტო აქციაზე, როდესაც სახლში ბრუნდებოდა. ძალოვანი უწყების თანამშრომლები მას მეტროში აედევნენ, მიიყვნენ სახლამდე და როდესაც ის ბნელ ჩიხში იმყოფებოდა, სწორედ მაშინ დააკავეს და ეს დამსრულიად შემთხვევით საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან დაინახა. ამის შემდეგ დას ძალოვანი უწყების თანამშრომლებთან ჰქონდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა მისი ძმის დაკავება. ერთ-ერთი ვერსიით უჩა ქემაშვილი იმის გამო დააკავეს, რომ მან რუსთაველის გამზირზე ქართული ოცნების სიმბოლიკით არსებული დროშა დაწვა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ის ძალოვანი უწყების თანამშრომლების სამიზნე. მას შემდეგ, რაც უჩა ქემაშვილი დააკავეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ოჯახის წევრები მას ეძებდნენ, თუმცა არავინ ეუბნებოდა და სად იყო მისი დაკავებული ძმა. ასევე არ მისცეს უჩა ქემაშვილს იმის შესაძლებლობა, რომ ადვოკატის ყოლით ესარგებლა, რაზეც იურისტები პირდაპირ ამბობენ, რომ დაკავების პირველივე წუთიდან დაირღვა უჩა ქემაშვილის უფლებები. ჩემი თმა ვიცოდი, რომ აქციაზე იყო და მოსასვლელი იყო, კახეთიდან იყო ჩამოსული და შემთხვევით საძინებლის ფანჯარა რო გავაღე, დავინახე, რომ ჩემი ძმა ჭირდებოდა მანქანაში და უკან მოყვებოდა სადღაც 20-25 კაცი, მეტი თუ არა. და რო ჩაჯდა ჩემი ძმა მანქანაში, თავის მანქანაში მოიხურა კარი და ესენი ანუ სავარაუდოდ ეძებდნენ საწავი და ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა და გამოუღეს ბოლოს კარი, მისმენ ანუ სადაც ჩაჯდა, გამოუღეს კარი, გადმოიყვანეს, შეიყვანეს რაღაც სიბნელეში, სადაც შუქებიც არიან, თუ ერთი შკოდა გარეთ იყო შუქებთან, განათებასთან და მეორე და მესამე შკოდა იყო სიბნელეში და სავარაუდოდ იქ ჩასვეს, წინ გადაუდექი მანქანას და მეთქი სად მიყავთ ის მაინც მითხარით ისთვის აკავებს თქო. და არაფერი არ მითხრეს საერთოდ. სავარაუდოდ მეც გავიგე, რომ ალბათ დროშის გამო დააკავეს, დროშის ქართული ოცნების დროშის დაწვის გამო. აქციიდან წამოვიდა სავარაუდოდ მეტროთი, იმიტომ რომ მანქანა ჩემს სახლთან ჰქონდა გაჩერებული და სავარაუდოდ მიდიოდა კახეთში და ფიზიკურად ანუ აქ არ არის ჩაწერილი და ვერ მისვდებოდნენ საცხოვრობს. სავარაუდოდ გამოყვნენ მეტროდან. პირადად ეს კი აქციებზე 1 წლის წინაც დააკავეს, აქ ყავდათ 1 წლის წინაც გადმოყვანილი, მაშინაც არ ვიცი სრულიად შემთხვევით და გამოუშვეს მალევე. დღეს არ ვიცი რას უნდა. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ უჩას გუშინვე შეუსყუდეს სამართლიანი დაცვის უფლება, მას არ მიეცა ადვოკატთან გასაუბრების უფლება, მას არ მიეცა ოჯახთან გასაუბრების უფლება. მთელი ღამის განმავლობაში ვეცებდით და გამთენისას გავარკვევთ, თუ სად ყავდათ, უჩა გადაყვანილი, შესაძლოა ის დააკავეს ისევ იმ პოლიტიკური მუხლით, რომელსაც ყველას აკავებენ ხოლმე მაგალითად 166, 173, დანარჩენს კი უშუალოდ ეხლა უნდა შევიდე, მალე მოვინახულო და დანარჩენს უფრო მეტ დეტალს გავარკვევ მას შემდეგ. უჩა ქემაშვილი დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება. მას რამდენიმე საათში მოინახულებს მისი უფლება დამცველი. სავარაუდოდ 48 საათის განმავლობაში უკვე მოსამართლე უჩა ქემაშვილის საქმესთან დაკავშირებით იმსჯელებს. ბოლო პრაქტიკა მაჩვენა, რომ ძალოვანი უწყება იყენებს პატიმრობის მაქსიმალურ ვადას და სავარაუდოდ ხვალ ჩაინიშნება ქემაშვილის სასამართლო პროცესი და საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე მის საქმესთან დაკავშირებით.